ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის ოფისში საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებულმა მუშაკმა ენერგეტიკოსმა ლერი რუსეცკიმ ასოციაციის თავმჯდომარესთან შოთა გაფრინდაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა ჭიათურის რაიონში ელექტრომომარაგების კუთხით არსებული სიახლე იყო. როგორც ენერგეტიკოსმა აღნიშნა, სოფელ დარკვეთში მდებარე ქვესადგურ ჭიათურა 3-ში ეგრეთ წოდებული კაცხის ხაზზე ახალი ელგაზური ამომრთველის დამონტაჟებამ, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 21 იანვრიდან ჩაიშვა, მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი ელექტრომომარაგება უზრუნველყო. Მთელი 3 წლის განმავლობაში ჭიათურას ელექტროენერგია ეწოდებოდა ამ დაზიანებული ელექტროგადამცემის ხაზით. რამე რომ მოხდებოდა ჭიათურაში რაღაცა ხაზებზე, თქვენ ჭიათურაზე უწყდებოდა ელექტროენერგია. პროჯორჯიასა და ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით და დახმარებით და გულისხმობით ეს გაკეთა არა თებერვლის ბოლოს, არამედ 21 იანვარს ჩაირთო. საღამოს 9 საათზე ჩაირთო ახალი ელეგაზური ამომრთველი. მის შემდეგ ჭიათურას ეწოდება ძავა. არა მარტო ჭიათურას ეწოდება საჩხერეს, რაჭას, საჩხერის რაიონებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქმევია. 90-იან წლებში გაიძარცვა ელექტროგადამცემი ხაზები მაღალი ძაბვის. ესენი იყო რილიკაური და ულევი 101. დარჩა მხოლოდ ერთი კაცხი, რომელსაც მარაგდებოდა და მარაგდება დღემდე ჩვენი რეგიონი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მრავალი უსიამოვნო დღეები ჰქონდა ჩვენ თანამოქალაქეებს, იმიტომ რომ ალტერნატიული ხაზი ფაქტიურად, რომელიც ავარიის შემთხვევაში მოამარაგებდა, კაცხის ავარიის შემთხვევაში მოამარაგებდა ჭიათურას, აღარ არსებობდა. ახალი ელგაზური ამომრთველის მონტაჟის შესახებ დადებითი პასუხი ენერგეტიკის სამინისტროსგან ასოციაცია ჭიათურელთა კავშირმა გასული წლის დეკემბერში ენერგეტიკის მინისტრის სახელზე გაგზავნილი მორიგი წერილის საპასუხოდ მიიღო. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ჭიათურის ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდისთვის კომპანია მოცემულ ეტაპზე ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჭიათურა 4-სა და ჭიათურა 5-ის ქვესადგურებზე, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ავარიული გამორთვების რაოდენობას. ეს მოგცეს იმის საშუალებას, რომ როდესაც რაიმე დაზიანება მოხდება ან საჩხერეში, ან ჭიათურაში, ან ონში, ან რაჭის მხარეს, ან და არ მოხდება მთლიანი გათიშვა ამ 3 რაიონის, არამედ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე მოხდება იქ, სადაც არის დაზიანება და აუცილებლად გავაგრძელებთ ადვოკატირების კომპანიას და აი ეს 2 გადამცემი ხაზი და მესამე კიდევ რაჭის მხრიდან რომ მოხდეს აღნიშნულ ვადებში 2022 წლამდე და პირველ რიგში 8 კილომეტრი ნახევრიანი ხაზის აღდგენა, რომელიც შედარებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და რომელიც ასე ვთქვათ გააძლიერებს ჭიათურის ენერგომომარაგების საიმედოობას და არა მარტო ჭიათურის. ასოციაცია ჭიათურელთა კავშირი და ენერგეტიკოსი ლერი რუსეცკი 2013 წლიდან თანამშრომლობენ. ამ ხნის განმავლობაში მათ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთა მთავრობას ჭიათურის ელექტრომომარაგების საკითხზე წერილობით რამდენჯერმე მიმართეს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, ერთობლივი ადვოკატირების კამპანია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.